მინდა ყველას მოგესალმოთ, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მივესალმები გურიის მინისტრებს, გურიის გუბერნატორს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, პარლამენტის წევრს გურიის რეგიონიდან. მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული. ჩვენ არ ვქონია განზრახვა, რომ ბედობა დღეს დაგვემთხვია გზის გახსნა, მაგრამ კარგად დაემთხვა, იმედი მაქვს, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ახალი გზის გახსნას შევძლებთ მომავალ წელს, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების გახსნას და განხორციელების დაწყებას. ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთის გახსნას და ეხლა მინდა სიტყვა ვთხოვო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. მივესალმები ინფრასტრუქტურის მინისტრს ბატონ რევაზ სოხაძეს, მივესალმები მინისტრებს, მივესალმები პარლამენტარებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მივესალმები სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებს. მინდა პირველ რიგში ყველას მოგილოცოთ ბარბარობა და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს, ბედობა დღეს ჩვენ ხსნით ძალიან მნიშვნელოვან მონაკვეთს, ჩვენი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ეს არის სამტრედია გრიგოლეთის მაგისტრალის ახალი 8 კილომეტრიანი მონაკვეთი, ეს არის უფრო კონკრეტულად ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი, რომელიც არის 4-ზოლიანი და არის უმაღლესი თანამედროვე სტანდარტების გზა, რომელიც სამ ახალ ხიდს მოიცავს და ასევე 2 სატრანსპორტო კვანძს მოიცავს. ეს ხო საკმაოდ რთული მონაკვეთი და მადლობა მინდა გადავხადო სამინისტროს იმისათვის, რომ სათანადო ხარისხით და სათანადო ვადებში განხორციელდა ეს პროექტი. რა თქმა უნდა, სხვადასხვა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი, მათ შორის იმ კუთხითაც, რომ განიტვირთება ქალაქი ლანჩხუთი, ასევე მიმდებარე სოფლები და რა თქმა უნდა, ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნიშნავს ნაკლებ ხმაურს, მეტ კომფორტს, მეტ უსაფრთხოებას, გზავრებისთვის ეს ნიშნავს შემცირებულ დროს და მეტ კომფორტს. შესაბამისად, სხვადასხვა თვალსაზრისით არის ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ჩვენი სტუმრებისთვის მნიშვნელოვანი ამ პროექტის დასრულება. წელს ჩვენ უკვე გავხსენით რიკოთის უნიშნულოვანესი ნაწილი, ეს არის სურამის შემოვლითი გზა. დღევანდელი მონაკვეთი, ეს 8 კილომეტრიანი მონაკვეთი არის 12 კილომეტრიანი სამტრედია გრიგოლეთის გზის შემადგენელი ნაწილი, რა თქმა უნდა, სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება და უახლოეს მომავალში დასრულდება მთლიანად ამ მონაკვეთის მშენებლობა. საქართველოს აქვს, როგორც მოგეხსენებათ, უნიკალური მდებარეობა, სტრატეგიული მდებარეობა. ჩვენ ტრადიციულად ვიყავით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა და ქონდა ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია და როგორც მოგეხსენება, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად აღუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ეს ტრადიციული ისტორიული ფუნქცია და ამაში ბუნებრივია ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას აქვს განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა. მთლიანობაში არის საქართველოში უკვე აშენებული 393 კილომეტრი მაგისტრალური გზა და კიდევ ერთხელ უნდა შევადაროთ ჩვენი მონაცემები წინა ხელისუფლების და ხელისუფლების მონაცემებს. სულ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი, ჩქაროსნული ავტომაგისტრალი იყო აშენებული 2012 წლამდე ქვეყანაში. მას შემდეგ 2012 წლის შემდეგ აშენდა 315 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი და თან ის გასათვალისწინებელია, რომ აქ საქმე გვაქვს ბევრად უფრო რთულ მონაკვეთებთან, რომელთა მშენებლობა უწევს ჩვენს ხელისუფლებას და კონკრეტულად ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ეს ციფრები უკვე საუკეთესოდ აჩვენებს სხვაობას და აჩვენებს ასევე დამოკიდებულებას საქმისადმი. უახლოეს მომავალში დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მთლიანი დერეფნის მშენებლობა და ეს საბოლოო ჯამში მოიცავს მთლიან მონაკვეთს დაწყებული წითელი ხიდიდან დამთავრებული სარფამდე. ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს უახლოესი წლების განმავლობაში მთლიანად მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულებას. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის პარტნიორების როლი ასეთი პროექტების განხორციელებაში და მადლობა უნდა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკს, რომლის თანამონაწილეობითაც განხორციელდა ეს პროექტი. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის თითოეულ მშენებელს, ინჟინერს, ყველას, ვინც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო, რა თქმა უნდა, სამინისტროს და საავტომობილო გზების დეპარტამენტს, პირადად მინისტრს, მადლობა მინდა გადავუხადო საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ბოლომდე მიყვანაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას და წარმატებებს გისურვებთ.
მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჩვენ ნამდვილად ჩვენი სამინისტრო ყოველდღიურად გრძნობთ თქვენს მხარდაჭერას და გვერდში დგომას. მე მინდა ვთხოვო საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს რომ გახსნან უკვე გზა და შემოატარონ ავტოტრანსპორტის საშუალებები და კიდევ ერთხელ ყველას მინდა მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი დღე. მე მოკლედ მინდა მოგიყვეთ იმ პროექტების შესახებ, რომელსაც ეხლა ვანხორციელებთ და რომლის დაწყებასაც გეგმავთ უახლოეს პერიოდში, როგორც პრემიერ-მინისტრმა ახსენა 393 კილომეტრი ჩქაროსნული მაგისტრალი უკვე გახსნილი არის და ფუნქციონირებს ჩვენს ქვეყანაში. დღეს ამჟამად მიმდინარეობს 65 კილომეტრიანი მაგისტრალი, ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა სხვადასხვა ლოკაციაზე. ჩვენ როგორც პრემიერმა ახსენა უკვე ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის, აქტიური ტურისტული სეზონისთვის დასრულებული გვექნება ამ გზის მონაკვეთის კიდევ 6 კილომეტრი, რომელიც გაიხსნება გაზაფხულზე. ასევე ეს არის გრიგოლეთი-ქობულეთის გზის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის გახსნასაც ასევე გაზაფხულზე შევძლებთ ჩვენ და ფაქტიურად ბათუმში ჩვენ შეგვეძლება თუ არ ჩავთვლით სამტრედიის მონაკვეთს, სადაც საზოგადოების ცნობილია რომ გარკვეული პრობლემები იყო, მაგრამ აქტიურად მუშაობთ ამ პრობლემების მოგვარებაზე. შეგვეძლება უკვე ჩქაროსნული მაგისტრალით მგზავრობა. იცით რომ მიმდინარეობს ბათუმის სარფის დიდი გვირაბის მშენებლობის ტენდერი, სადაც უნდა აღინიშნოს რომ ესეთი აქტიურობა კომპანიების ჩვენ არ გვახსოვს, ათეულობით კომპანია არის დაინტერესებული ამ ტენდერით, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რამდენად დიდია და რამდენად საიმედო პარტნიორია ჩვენი სახელმწიფო, მათ შორის საერთაშორისო დონის და მასშტაბის კომპანიებისთვის. აქვე მინდა ვთქვა ყველა იმ პროექტთან დაკავშირებით, რომლის დაწყებასაც ჩვენ გეგმავთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ქართული კომპანიების აქტიურად ჩართულობა ამ პროექტებში და მათი აქტიური მონაწილეობა, იმიტომ რომ ჩვენ გონია რომ ჩვენი სამინისტროს კონკრეტულად ფუნქცია და ამოცანა არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, არამედ ასევე არის ძლიერი სამშენებლო კომპანიების შექმნა ჩვენ ქვეყანაში, ხელშეწყობა ყოველ შემთხვევაში და ყველა ქართულ ბიზნესმენს თუ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელს მინდა მოუწოდო რომ აქტიურად ჩაერთოს ჩვენი პროექტების განხორციელებაში. ასევე მნიშვნელოვანი არის რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩვენ დავიწყეთ სამტრედია-ზუგდიდის 4-ზოლიანი მაგისტრალის დაპროექტება და იმედი გვაქვს რომ ძალიან მალე ჩვენ შევძლებთ ამ პროექტის განხორციელების დაწყებას. ასევე უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი ანაკლიასთან მიმავალ სატრანსპორტო მაგისტრალზე, რომელიც 17 კილომეტრიანი არის და ეს მაგისტრალიც ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, ისევე როგორც ზოგადად საგზაო ინფრასტრუქტურა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ასევე ძალიან მალე დაიწყება რუსთავი წითელი ხიდის და რუსთავის სადახლოს მონაკვეთების მშენებლობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციის სრულფასოვნად შესრულებისთვის. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ჩრდილოეთის სამხრეთის დერეფანთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის ცნობილი არის, რომ ქვეშეთი კობის მონაკვეთზე 23 კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურ რეჟიმშია, სადაც უნიკალური საქართველოში ყველაზე მაღალი ხიდი შენდება, ასევე ყველაზე დიდი გვირაბი 9 კილომეტრიანი გვირაბი უკვე დასრულებული არის. როგორც პრემიერმა თქვა, მნიშვნელოვანი არის ის, რომ თითოეული ჩვენი განხორციელებული და მიმდინარე პროექტი არის უნიკალური საინჟინრო თვალსაზრისით, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ რეგიონში. ეს არის გველეთის მონაკვეთზე მიმდინარე 4 კილომეტრნახევრიანი გზა, რომლის მშენებლობაც აქტიურ რეჟიმში არის. ჩვენ უნიკალური 2 კილომეტრიანი ხიდი გვექნება და უკვე მიმდინარეობს ამ ხიდის მშენებლობა. მომავალი წლის დასაწყისში ჩვენ გამოვაცხადებთ უკვე სამშენებლო ტენდერს არშა-სტეფანწმინდის მონაკვეთზე, რაც საშუალებას საბოლოოდ ამ პროექტების დასრულებას საშუალებას მოგცემს, რომ ჩვენ თბილისიდან სტეფანწმინდამდე დაახლოებით საათნახევარში ჩავიდეთ. ასევე მნიშვნელოვანი არის წიწამური ჟინვალის მონაკვეთი, რომლის მშენებლობაც ასევე მომავალ წელს ვფიქრობთ, რომ დავიწყოთ და ეს არის ფასანაურის შემოვლითი 6 კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რაც საბოლოო ჯამში ამ პროექტების დასრულება, ამ მიმართულებას სრულად განტვირთავს და
ეს არ იქნება მხოლოდ სწრაფი გადაადგილების საშუალება, არამედ ამ რეგიონის ტურისტული და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას შეუწყობს ხელს. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ მომავალი წლის დასაწყისში უკვე დავიწყებთ თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობას, რომლის სიგრძეც არის 51 კილომეტრი, რაც არამხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მნიშვნელოვანი კვანძი იქნება და მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ ჩვენი დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელისთვისაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშემწყობი ქალაქის განტვირთვისთვის და თბილისისთვისაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეს გზა, თბილისის შემოვლითი გზა. აქტიურად მიმდინარეობს კახეთის მიმართულებით სამშენებლო სამუშაოები. თქვენ იცით, რომ ბადიაურის მონაკვეთზე, საგარეჯო ბადიაურის 17 კილომეტრიან მონაკვეთზე უკვე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. უახლოეს პერიოდში, მომავალ წელს ვფიქრობთ, რომ დავიწყოთ ბადიაური ბაკურციხის 4-ზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა, ასევე დაიწყება გურჯაანი-თელავის 36 კილომეტრიანი გზის მშენებლობა და წნორი-ლაგოდეხის 40 კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რაც საბოლოო ჯამში ყველა ეს განხორციელებული პროექტი ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდას, რაც თავისთავად თითოეულ მოქალაქეზე აისახება, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს იგრძნობს იმ სარგებელს, რასაც საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას სდევს თან და მე მინდა ყველა მეგზევეს სამშენებლო კომპანიას, რომელმაც ეს საკმაოდ რთული სამუშაო განახორციელა, მადლობა გადაუხადო საგზაო დეპარტამენტს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გუნდს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო გაწეული შრომისთვის, მაგრამ ჩვენ თავარი გამოწვევები, როგორც პრემიერმა ახსენა, 383 კილომეტრი არის დღეს დასრულებული მაგისტრალი, მაგრამ ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა, რომ მომავალი წლების განმავლობაში 400 კილომეტრი ახალი მაგისტრალი აშენდეს, რომლის განხორციელებაც უახლოეს პერიოდებში დაიწყება. გამოწვევა კიდევ უფრო მეტი გვაქვს, რაც თავისთავად კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს ჩვენი სამინისტროსგანაც, თითოეული ჩვენი თანამშრომლისგან და ჩვენ მზად ვართ, რომ ეს პასუხისმგებლობა ავიღოთ და თავდაუზოგავი შრომით განვახორციელოთ ყველა ის პროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ ღრმად გვჯერა, რომ ეს არის ზუსტად ჩვენი ქვეყნის სიძლიერის მთავარი გარანტი. კიდევ ერთხელ ყველას ძალიან დიდი მადლობა და წარმატებას და მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ.